მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. ირმას ხმაური კვლავ დაგიბრუნდათ, სტუდია ანტიბიოტიკი. გამოგვიწერეთ, გვიყურეთ, გვისმინეთ. მადლობა ჩვენს გამომწერებს, ერთგულებისთვის და ასევე ჰეითერებს მოტივაციისთვის. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სანამ ჩვენ ხმაურობთ, კიდევ არა წამხდარი ქვეყანაში საქმე და ჩვენ თუ ვერ დაგვინახავთ, მიხვდით, რომ თქვენი საქმეც წამხდარია და ქვეყნისაც. ეს ისე. ზოგადად სანამ თუნდაც ერთ სოფელში, ერთ ქალაქში თითო ადამიანი მაინც აპროტესტებს უსამართლობას, უნდა ვიცოდეთ, რომ იმედი მაინც არსებობს. ერთადერთი, რაც ჩვენ გაგვაძლებინებს ამ ურთულეს პერიოდს არის ერთმანეთის თანადგომა, თანაგრძნობა და სიყვარული. და სიყვარულია ის, რაც ყველა ბოროტებას ამარცხებს. ეს არის აქსიომა, ჭეშმარიტება. მოკლედ თემები ბევრია, მაგრამ ეხლა მოხდა ერთი გაუგონარი რამ, რაც რუსეთშიც არ ხდება. თქვენ წარმოიდგინეთ, იმიტომ რომ საერთოდ დიპლომატი საერთაშორისო დონის არის ხელშეუხებელი. და რა მოხდა ეხლა? ეუთოს თავმჯდომარე ამავდროულად არის ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. და როდესაც პრემიერმა კოპახიძემ მას აცილება მისცა საღამოს რუსთაველზე, როგორც ეუთოს წარმომადგენელი, მივიდა მანიფესტანტებთან და აიქ დააფიქსირეს, მივიდა ნახა. მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს ერთ-ერთი ფუნქცია დააკვირდეს მანიფესტაციებს, ხო? დაიცვას ადამიანის უფლებები. და რა ხდება? მეორე დღეს ელინა ვალტონენი 5,000 ლარიანი ჯარიმით, ესე ვთქვათ, ლარით დააჯარიმეს. ეს არის გაუგონარი თავხედობა და მავნებლობა ქვეყნის წინაშე. და აბუჩად აგდება მთლიანად საერთოდ დიპლომატიური ინსტიტუტის, ეუთოს და ზოგადად ცივილური სამყაროს. ნუ ეხლა ეს მავნებლობა რატომ კეთდება, თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ და ვისაც არ მოეხსენება, ახლა ვეტყვი კიდევ ხელახლა. მიზანმიმართულად მიდის ევროკავშირის ელჩის, ევროპის ქვეყნების ელჩების, ამერიკის, რა ვიცი, ესე იგი ცივილური სამყაროს ლანძღვა გინება ოცნების მხრიდან. და ცდილობენ მათი მომხრეების აყოლიებას ამაში. რომ ვითომ ჩვენ ვართ მაგარი და რუსეთი, დანარჩენი სამყარო არის, ესე ვთქვათ, მოსაშორებელი. რა თქმა უნდა, ეს არის ღალატი და მავნებლობა ქვეყნის წინაშე, უნდათ რომ სრულიად ცივილურ სამყაროსგან ვიყოთ იზოლირებული და დავრჩეთ რუსეთის ანაბარა. ოკუპანტს კვლავ დაუბრუნდეთ და კვლავ დაუხაროთ თავი. და ამას თუ ვერ გააცნობიერებთ, მათი ამომრჩეველი არის ძალიან დიდი შეცდომა, რომლის გამოც თქვენი შვილები და შვილიშვილები შეგაჩვენებენ მერე. აი ამის თქმა მინდა. ეხლა მე წაგიკითხავთ პატარა ამონარიც ელინა ვალტონენის მიმართვა კობახიძეს. პრემიერო საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, იგივე ეხება ეუთოს მონაწილე თითოეულ ქვეყანას, იმისთვის რომ ხალხმა ამ უფლებებით ისარგებლოს, მათ ჭირდებათ სიტყვის თავისუფლება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მე არ ვიცი, მაგრამ გამოცდილი პოლიტიკოსები, მაგალითად არმაზ ახმელდიანმა 2 დღის წინ TV პირველის ეთერში თქვა, რომ ეს გაუგონარი თავხედობა ოცნების მხრიდან არ დარჩება რეაგირების გარეშე, იმიტომ რომ ფინეთის პრემიერ-მინისტრი არის ტრამპის უახლოესი გარემოცვა, მეგობარი და აბუჩად აგდება კოცებს არ შერჩებათო. მე მგონი ამ ადამიანს დაეჯერება და ყოველ შემთხვევისათვის არც ისა გამორიცხული, რომ
იქვე დაზინა მან, რომ ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს კითხა თურმე კობახიძემ, რომ Deep State-ის გავლენის ქვეშ ხო არ ხარ და მოკლედ 1000 სისულელები, ანუ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ ცივილურმა სამყარომ დაგვტოვოს და რა ვიცი ახლა. ამას თუ ვერ დაინახავთ და არც დაგინახიათ აფერის ცხოვრებაში. არჩევნების თემა. მოკლედ აგერ ახლა გაჟღერდა რომ ინფორმაცია რომ თურმე არჩევნებს აკვირდებოდა ვიღაც ფრანგი მესაფლავე. ხო, კურიოზი ამბავია, ხო, კურიოზი. მით უმეტეს ჩვენ მტარსულებს რა თუნდა დაგვირვება ცოცხლებივით აკვარკვალებენ არჩევნებს ეთვალს. რამაც გააძლიერა ეს რეპრესიები, მე ჩემი სუბიექტური აზრი არის ის, რომ ფაქტიურად ქოცებს არჩევნები ჩაუვარდათ. ძალიან დაბალი პროცენტი მივიდა. ის 300,000 ადამიანი რუსთაველზე იდგა, 2-ამდენი სახლში იჯდა, არ წავიდა არჩევნებზე და ძალიან მცირე რაოდენობა მივიდა, კონკურენტი მაგათ არ ყავდათ და ნუ ეხლა რაც დაიწერეს და გაიფორმეს, ამას არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ თვითონვე მიხვდნენ, რომ მხარდამჭერი, როგორც თვითონ აბუქებენ, ქვეყანაში ნახევარიც არ ყავთ საქართველოს მოსახლეობის. და ნუ ეხლა გაძლიერდა რა თქმა უნდა რეპრესიები და ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, აი გახსოვთ შარშან, რომ მთელი მონდომებით ვიყავით სადამკვირვებლო მისიებში ჩართული, დავდიოდით სოფელ-სოფელ, რომ ხალხი მისულიყო არჩევნებზე, ეხლა ჩვენ გადატრიალება რო გდომებოდა, ამას ხო არ გავაკეთებდით, რომ აი მშვიდობიანი სამართლიანი არჩევნები ჩატარებულიყო ქვეყანაში, მაგრამ რუსული სპეცოპერაცია ჩაგვიტარეს, იცით თქვენ და ეხლა ამ არჩევნებს ჩვენ ბოიკოტი გამოუცხადეთ, იმიტომ რომ მივხვდით, კიდევ ერთხელ დავწმუნდით, რომ ესა ოცნების რეჟიმის დროს საქართველოში არჩევნები არ ჩატარდება, ისინი აპირებენ ძალიან დიდი ხნით ჩაბეტონდნენ ამ ქვეყანაში და დააქციონ ჩვენი ქვეყანა. ძალიან ცუდი ამბავი მოხდა ამ დრაკონულ კანონებს დაემატა სულ ახლახან ბოლო მოსმენით მიიღეს ესე ვთქვათ პროტესტის შემზღუდველი კანონი და პროტესტი გზის გადაკეტვა განსხვავებული აზრის დაფიქსირება მოკლედ 15 დღიანი პატიმრობითაგან მეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულია უკვე ჯარიმები ჩაანაცვლეს აი ამ კანონით, იმიტომ რომ იმდენი ჯარიმა გამოუწერეს ადამიანებს და ამ ჯარიმამ არ გასჭრა, ანუ პროტესტი ვერ ჩააქრეს და ეხლა უკვე რადგან ავტორიტარული რეჟიმი მყარდება, ცდილობენ უკვე ადამიანები დააშინონ ყველანი ციხეში. ეხლა მე მინდა ჩვენ ვიცით რაც ხდება რა თქმა უნდა უმრავლესობა, მაგრამ მე მინდა მივმართო იმ ადამიანებს, დედებს, ბებიებს, ბაბუებს, არ აქვს მნიშვნელობა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ცხოვრების მანძილზე, ნუ თუ ყველაფერი მოგწონთ ამ ქვეყანაში, ნუ თუ არასოდეს თქვენ არ გაგიჩნდებათ პროტესტი, ხო? ანუ რაღაცა არ მოგეწონება. არ მოგეწონება ტყის გაყიდვა. მაგალითად რომ გაგიყიდიან შენი სოფლის ტყეებს და გაგიჩეხავენ, არ მოგეწონება აოხრებული მდინარე ქვაღორღების მტაცებლებით, არ მოგეწონება შეუსწავლელი უარგისი ჰესი დაუშვათ, რომელიც შენს მდინარეს აშრობს, არ მოგეწონება ქიმიური საწარმო, რომელსაც სოფლის ცენტრში ან ასფალტის სამწარო სოფლის ცენტრში დაგიდგამენ, არ მოგეწონება, რა ვიცი, უხარისხო გზა, ან მცირე ხელფასი, ან ცუდი მომსახურება, რაღაცა რა ვერა შეგაწუხებ ცოცხალ ადამიანს, მტარი ხომ არ ხარ, კაცო, ცოცხალ მტარი ხომ არ ხარ და ამას ხალხო ვეღარ გააპროტესტებთ. ხომ იყო აი გურიის თემა ავიღოთ, ხომ? ჯიღით გაგქონდათ სოფლებს, რომ შეინარჩუნეთ სოფელი, შეინარჩუნეთ ტყე, შეინარჩუნეთ გარემო ამ პროტესტით, ხო? 1000 უსამართლობა ხდება და ხმას ვერ ამოიღებ. გეუბნებით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთადერთი დაგჭათ ის, რომ ჯიღები, კბილი, თითები მოიჭამო კბილით შენთვის. მონობა, ამფერ გლახად ცხოვრებას არ იცხოვრო ამ ქვეყანაზე, ხოჯობია. მონობა, ტიპური მეტი კი არაფერი არ ხდება რუსეთში. შეყუჟული არიან სახლში, ხო და ჭამასმის ამბებით არიან დაკავებული. ხმას ვერ იღებენ.
მერე გააქრობენ იმ ნაწილს თავისუფალი ხმის, ვინც აპროტესტებს. ეს არის მედიები, ეს არის არასამთავრობოები, ეს არის აქტივისტები, ზოგს გააქცევენ, ზოგს დაიჭერენ. ჩვენ კი არ შევშინდებთ. უბრალოდ უნდა მიხვდეთ, რომ ჩვენ რამხელა საქმეს ვაკეთებთ, როგორც ჩვენთვის, ასევე თქვენთვის და ასევე ქვეყნის მომავლისთვის. იმიტომ რომ თაობები საუკუნეების განმავლობაში შეეწირა იმას, რომ ადამიანს ქონოდა პროტესტის გამოხატვის უფლება, რომ რაც არ მოეწონებოდა ის დაეფიქსირებინა და იმის შეცვლა მოეთხოვა. ერთადერთი თქვენი ხმა იქნება 4 წელიწადში ერთხელ, რომელსაც მოგპარავენ, წაგიყვანენ ერთპარტიული, ერთი პარტია იქნება კომუნისტების დროს რომ იყო ისე, ხო და ვერაფერს ანუ რა ვიცი ხა ადამიანობასაც პროტესტის უნარი არ აქვს და გამოხატვის საშუალება არ აქვს. ადამიანი როგორ არის? ვერ არის ადამიანი და ამაზე ცოტა იფიქრეთ, რომ ეს კანონი შეგეხებათ ყველას. გითხარით, რომ ავტორიტარულ რამდენჯერ გავიმეორე რეჟიმს არ უყვარს ადამიანი. მონა უყვარს მარტო. რა ვიცი, ახლა ჩვენი არჩევანი მონობა არა და ახლა თქვენი არჩევანი თუა მშვიდობაში მოგახმაროთ ყველას. 120 წლის წინ გურულების საყურადღებოდ ვამბობ. 1905 წელს ბახვის მანიფესტში კავკასიის მეფის ნაცვალს რა მოსთხოვა გურულმა გლეხებმა? ახლა რომ მოგწოთ თავი თქვენ, განათლებული ხალხი ვართო, შეიხედეთ თქვენ გულში, ან სოროში რომ ხართ გატრუნული, ან დუშგადმოარდნილი რომ დარბი ხართ საქოცეთისთვის არჩევნებზე, გურულმა გლეხებმა კავკასიის მთავარ მმართველს რა მოთხოვნა წაუყენა? წოდებათა გაუქმება, სიტყვის, კრების, კავშირების და გაფიცვების თავისუფლება, პიროვნების ხელშეუხებლობა და პოლიტპატიმრების გამოშვება და მერე მოყვა ამას ბუნტი. 120 წლის წინ გურული გლეხი გჯობდათ დღევანდელ დიპლომიანებს, რომელიც ოღონდ თქვენ იყოთ საკუთარ გეხენიაში ესე ვთქვათ ბედნიერად და ქვეყანა რომ იქცევა თავზე ხმას არიღებ და იქეთ ტალახს გვესვით კიდე ჩვენ ფაქტიურად ვებრძვით უსამართლო კანონებს ქვეყანაში. კი ბატონო, ძალიან ბევრი ხართ განცხრომაში, გაჩუმებული ხართ ხელფასის გამო. გაჩუმებული ხართ იმისა, რომ მხოლოდ კუჭია თქვენი, ესე ვთქვათ, მთავარი თემა და ღირსება და პრინციპები გვერდზე გაქვთ გადადებული და ამასობაში ქვეყანა იღუპება. თქვენ რა გონიათ ახლა ეს განათლების რეფორმა რომ შემოიტანეს ვითომ? როგორ შეიძლება არაეროვნულმა ავტორიტარულმა რეჟიმმა განათლების ისეთი რეფორმა ჩაატაროს, რომელიც მართლა წაადგება განათლებას და მართლა წაადგება ქვეყანას. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად არის კიდევ იქეთკენ მიმართული, რომ ბოლონიის პროცესს გამოვეთიშოთ, რომ 11 კლასიანი სწავლა იქნება და იცით რომ ბოლონიის პროცესში ვართო 1999 წელს შეიქმნა ეს და რამდენი ხანია ვართ და გაცვლითი პროგრამით იცით რამდენი ახალგაზრდა ღებულობს ხარისხიან განათლებას და მერე ბრუნდებიან ამას რომ გამოვეთიშოთ მეორე პროფესორ მასწავლებლებისაგან და იმ მასწავლებლებისაგან გაათავისუფლონ უმაღლეს სასწავლებლები და სკოლები, რომლებიც არიან გონიერი, პრინციპული, მოაზროვნე და ყველა იმ უღმართობას და უსამართლობას ებრძვიან, რასაც ეს რეჟიმი აკანონებს, ამათი გაწმენდა, თორე ხა დიდი ადარდებს მაგათ განათლების სისტემა, თორე განათლებაში მართლა საჭიროა რეფორმები, მაგრამ იმას შეატარებს მხოლოდ ეროვნული ხელისუფლება და არა რუსები. და კიდევ ერთი, განათლებული თაობა არ სჭირდება რეჟიმებს, დიქტატორულ რეჟიმებს. ის ფაკულტეტების გაუქმება და ის ბაკალავრიატის შემცირება და ეს ყველაფერი ამის უკან, ესე ვთქვათ, იმალება ის, რომ გაიწმინდოს განათლების სისტემა აქტიური მოაზროვნე პროფესორ მასწავლებლებისაგან და ჩამოშორდეთ ბოლონიის პროცესს და მოგვეღოს ბოლო თუ იფიქრებთ ამაზე და თუ ამას წინააღმდეგობას გაუწევთ ჯერ კიდევ არის დრო, იმიტომ რომ ეს პროექტია და იცოდეთ, როდესაც გამოდის ნებისმიერი თანამდებობის პირი, ოცნების თანამდებობის პირი, გელაპარაკებად კრემლი. გელაპარაკებად კრემლი. და უბრალოდ სირცხვილია დაივიწყო ის, ვინ არის შენი მტერი. პროპაგანდა მუშაობს მესმის, მაგრამ ქართველს ყოველთვის ქონდა
ნათელი გონება და ჩვენ იმ ადამიანების ზურგზე გადადის ახლა ეს ბრძოლა, ვინც უკან არ დაიხია. პოლიტპატიმრები ყავს. უამრავი ჯარიმა გადაიხადა ადამიანებმა, უსამსახუროდ დარჩა, ბევრი წინააღმდეგ კიდე წამოვა რეპრესიები და ის. მაგრამ უბრალოდ ჩვენ სხვანაირად არ შეგვიძლია, იმიტომ რომ აქ საქმე არის ღირსების საქმე და სამშობლოა გადასარჩენი და ვებრძვით უსამართლო კანონებს. და რა ვიცი ხალხო, თქვენი აი უბრალოდ არჩევანი არ არსებობს, იმიტომ რომ ქვეყანას ვკარგავთ. ქვეყანას კარგავთ ყველა მიმართულებით და რაც ყველაზე დასანანია, დიდი კედელი აღმართეს საქართველოს ორ ნაწილს შორის, ვინც აპროტესტებს ამას და ვიბრძვით და ვინც არის ამ რეჟიმის მომხრე. ხიდების ჩატეხვაზე კი არა საუბარი და გადაწვაზე, კედელია უზარმაზარი აღმართული, იმიტომ რომ ძალიან კარგად შეგვისწავლა ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში მყოფმა რუსებმა, მტერმა, ჩვენი ფსიქოლოგია როგორ დაგშალოს, როგორ წავკიდოს და აი ამ ორად გაყოფილ საქართველოს შორის რომ დიდი კედელი აღმართული ყველაზე ცუდი ესაა. როდესაც ჩვენ ამ სიმართლეს გეუბნებით და ამ მართალია პროპაგანდა გვაშავებს, მაგრამ როდესაც ამ სიმართლეს გეუბნებით, იმიტომ რომ ვიბრძვით მარტო ჩვენთვის ხომ არ ვიბრძვით, მთელი ქვეყნისთვის ვიბრძვით და ვამბობთ სიმართლეს და ვწირავთ როგორც სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, კარიერას, ცხოვრებას, ყველაფერს ვწირავთ, იმიტომ რომ უბრალოდ ასია საჭირო, იმიტომ რომ სამშობლოა უმთავრესი და ამის თქმა გვინდა თქვენთვის და ამ დროს რომ თქვენგან ტალახი მოდის და ეს დიდი კედელი არის აღმართული, არ იფიქროთ რომ ჩვენი მხრიდანაც სიძულვილი მოდის. არ მოდის, ყველა თქვენგან ასროლი ტალახი შეურაცხყოფა. არ იფიქროთ რომ ეს მწყენს უბრალოდ ერთადერთი რასაც ვცდილობთ ყველა ამ კედლის განგრევაა, რომელიც მტერმა აშენა ჩვენ შორის. შეხვდებით ისევ უკეთესი ამბებით და მე მჯერა რა ვტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია. ყველა რეჟიმი დაუმარცხებია, ბოლოს და ბოლოს ერთიანობას, სიყვარულს და გონიერებას. მიყვარხართ ძალიან.